ძალიან მძიმე იყო ამის ნახვა ინგა შენი ეთერით მოვიკითხავ ახოს სოლიდარობა მხარდაჭერა მას ჩვენი გამხნევება ახოს არ სჭირდება მაგრამ მე ჩემს თავს დატრიალებული ამბების შემდეგ მივხვდი რომ სიტყვას აქვს ძალა და მას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა რომ ძალიან მაგარია და ძალიან ვამაყობ იმით თუ როგორ იბრძვის მართლა მოუთვინიერებელი ადამიანი როგორ უპირისპირდება ამ ხელს და დაასცინის სისტემას მე დავახოვართ ინგა ჯგუფელები და მე საბოლოოდ როცა ამ პროფესიაში ყოფნა ავირჩია და გადავწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გიორგი სანაიას მკვლელობა იყო ჩემთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური ძალიან მნიშვნელოვანი მძიმე მოვლენა, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. და მე მაშინაც მჯეროდა და ახლა მით უმეტეს მჯერა ჟურნალისტიკის ძალის და მჯერა ამ პროფესიის მისიის, ვიდრე ვახო იქნება ასეთი შეუპოვარი, ხო? ვახო არის ჩემთვის სამაგალითო ადამიანი და გული მწყდება ინგა იმაზე, რომ ჩვენი სხვა ჯგუფელები, ვინც მაშინ მე მეგონა რომ ზუსტად ასე ჟურნალისტიკით იყვნენ აღფრთოვანებულები, სჯეროდათ კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკის და ამ პროფესიის ძალის, აღმოჩნდნენ ბანაკში, სადაც არიან ოლიგარქის თოჯინები და რასაც ჩასძახებენ, რა პრეს-რელიზსაც გამოუგზავნიან სხვადასხვა უწყებებიდან, უცვლელად კითხულობენ წერტილ მძიმესაც კი არ ცვლიან. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება. ერთი მხრივ აღფრთოვანებული ვარ ვახოს შეუპოვრობით და მართლა მოუთვინიერებლობით და მეორე მხრივ ძალიან თრგუნავს, როცა ამ ადამიანებს უყურებ, სახე დაკარგულებს, სახელებ დაკარგულებს, იდენტობა დაკარგულებს, საკუთარი იდენტობის წინააღმდეგ ასე საჯაროდ წასულებს და უბრალოდ ვერ ხსნი ინგა, რამ შეიძლება ადამიანი ასე დათრგუნოს, ასე დააბეჭავოს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს საკუთარი სახით. პირდაპირ ეთერში ამაზე დისკომფორტი არ ქონდეს და ყველაფერს მოაწეროს ხელი მაღალი ხელფასის, მოჩვენებითი გავლენების და რაღაც დროებითი რაღაც მატერიალური სარგებლის გამო. მაგრამ მე მახსენდება ინგა, რომ ამ ადამიანებმა ჟურნალისტიკის მიმართ რწმენა ბევრად ადრე დაკარგეს, მხოლოდ ქართული ოცნების პირობებში არა. აი გადაავლეთ ახლა ეკრანებს თვალი, პროპაგანდისტულ არხებს, პოზიტივის რუსთავიორს იმედს. ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს აღმოაჩენთ ინგა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მიშა სააკაშვილის ფან-კლუბში იყვნენ. პრივილეგიებით სარგებლობდნენ. თვითმფრინავის ტრაპიდან არ ჩამოდიოდნენ, ხო, მოგზაურობდნენ და ძვირადღირებულ საჩუქრებსაც იღებდნენ სხვათა შორის, მათ შორის საზმაუს ცნობილი სახეები. და ამით კმაყოფილები იყვნენ. ყველა პრივილეგიით სარგებლობდნენ მაშინაც და ახლაც უბრალოდ გადაპორტირდნენ რა. უბრალოდ ახლა ამ ეგრეთ წოდებულ კონვერტის ჟურნალისტებს სხვა უხდის ხელფას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მათ ეს პროფესია გამოიყენეს ბოროტად. და მე მინდა ვახოს კი გააგრძელე გურამ. მაგალითმა გვიჩვენოს. ვახოს მაგალითმა უნდა გვიჩვენოს და ეს მოვლენები რაც ხდება, რაც სულ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა არც მე, არც შენ მით უმეტეს. მიუხედავად იმისა, რომ 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი გაქვს ნახი ჩემზე. აი ეს აღარ უნდა დაუშვათ, ეს გადაპორტირებები და ადამიანების ამ სახე დაკარგული, სახელებ წაშლილი ადამიანების ისევ მერე რაღაცნაირად მობრუნება, როცა ყველაფერი შეიცვლება და შეიცვლება აუცილებლად. აუცილებლად ეჭვი არ მეპარება, აი რა მინდა იცი რომ გქონია. სანამ ვახო იქნება ასეთი, ეს იმედი ჩემში არის, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით. გუშინდელი დღე იყო უმძიმესი დღე, რომელიც დაიწყო ვახოსთვის ხელბორკილების დადებით და ჩვენ ვუყურებდით პოლიცია იქ მისული, რაზე იხარჯებოდა საერთოდ ეს სახელმწიფო რესურსი, ხო? ვახოს დაჭერაზე იქ მისვლა პოლიციის ხელბორკილების დადება, მერე მოხდა უმძიმესი ამბები, საშინლად ტრაგიკული ამბავი. ვერაზე, მანამდე ბათუმში ცეცხლის გახსნა, საღამოს ონისე ოქრიაშვილს რომ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აი როცა ძალადობაზე ვსაუბრობ, ხო გამორიცხულია, არ გამახსენდეს შენი შემთხვევა, არ გამახსენდეს მაგალითად ჯგრო, როცა ეხვევა ადამიანებს თავზე და ლამის სიკვდილამდე მიყავს მაკაჩიხლაძე და გიორგი შეწირული, რომელთა საქმეზე შენზე ფორმალურად მაინც თქვეს, რომ გამოძიება ჩატარდაო, თუმცა შენ თავადვე ამბობ, რომ ეს არ არის ადამიანი, ვინც უნდა დაეჭირათ შენზე განხორციელებას
გაგრძელებული ძალადობის გამო. მაკას და გიორგის შემთხვევა საერთოდ გამოძიებულიც არაა და ჯოგი დაესხა და კლავდნენ პირდაპირ ეთერში თავს და მომენტალურად მახსენდება ხოლმე ეს თქვენი შემთხვევები. შენ რითი ხსნი კრიმინალის მიერ ქვეყნის, მოდი ვიტყვი რა, წალეკა მართლა კრიმინალმა ქვეყანა პატარა ბავშვებს ქუჩაში ტყვიები ხდება და გამვლელ ადამიანებს ტაქსში რომ ქალი იჯდა და ალბათ სახლში მიდიოდა. რითი ხსნი ამ ყველაფერს, რა არის ეს? ხო, ეს არის განუკითხაობა და ამ განუკითხაობის და უსამართლობის ბრმატყვია ინგა მოხდება ქოცსაც, ქოცის შვილსაც, ქოცის სხვა ოჯახის სხვა წევრსაც, ნათესავსაც. ეს ბრმატყვია, რომელიც ამ განუკითხაობით ასე დადის და გვეძებს უკვე თითოეულ ჩვენგანს არ გაარჩევს რომელი პარტიის მხარდამჭერები ვართ ჩვენ, ხო? ყველას მოხდება ეს ბრმატყვია ადრე თუ გვიან. ქოცსაც და ქოცის შვილსაც ინგა და ეს ტყვია ასე ბრმად დადის, მაგრამ ყველას მოხდება და არწმუნებული ვარ და ხო, აი რა რეჟიმია ეს, ხო? მე ახლა რაღაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის ვამზადებ გარკვეულ შეფასებას, ანალიზს ამ ბოლო წლებისა და სწავლობ ივანიშვილის არქივს და რა საინტერესო პროცესში ყოფილხარ? კი, საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, უახლოეს მომავალში ამაზე დეტალებს მოგიყვებით. გადავწყვიტე რომ მათ ვაჩვენო რა დაპირებებით მოვიდა ივანიშვილი 2012 წელს და რა გახდა ის, ხო, ეგრეთ წოდებული განმათავისუფლებელი ავტოკრატი. და ივანიშვილი მაშინ სოფელ რომ დადიოდა, გახსოვთ თქვენ. ყველას ეუბნებოდა ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, დაპირებას, რომ აი დღეს რომ გეშინიათ გამოსვლა საჯაროდ, ოპოზიციის მხარდაჭერა, საჯარო მოხელეებს მიმართავდა მათ შორის, რომ ხმას რომ ვერ იღებთ, გატერორებენ, მე როგორც კი მოვალ, აი თქვენ ოპოზიციის მხარდამჭერები როცა იქნებით ჩემი ხელისუფლების პირობებში ყველა პირობას შეგიქმნითო. გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე იქნება ამ ქვეყანაში დაცულიო და დღეს რა ხდება? ტროტუარზე ცარიელი ფურცლით გომისთვის დაგაპატიმრებენ, Facebook სტატუსის თუნდაც ძალიან უხამსი ინგა, Facebook სტატუსის გამო ციხეში გაგიშვებენ, ხელბორკილებს დაგადებენ. აი ამ რესურსს, საპოლიციო რესურსს ასეთი ბოდიში ბჭყალებში კრიმინალებისთვის ხარჯავს ქართული ოცნება და ამ დროს ნამდვილი კრიმინალები, ვინც მართლა იარაღით დაძრწიან და ვინც თითოეულ ჩვენგანს ემუქრებიან მხოლოდ ოპოზიციას, არა ხო? ყველასია ეს ქუჩა, ამ ქუჩაში ყველა თანაბრად გადავადგილდებით და ეს ბრმატყვია მოგხვდებათ თქვენ და მე გვიანი იქნება. და ეს სისტემა როგორ ჩამოყალიბდა ასეთად, ხო? კორუფცია, რაც თვითონვე იმდენად მასშტაბური იყო, რომ აღიარეს, უბრალოდ იძულებულები გახდნენ მეღიარებინათ, არის ამ ყველაფრის სათავეში ინგა. რა ამოძრავებთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ კოლეგებს, რომ იტყუებიან ფული ისინიც კორუფციაში არიან ჩართულები. ეს კრიმინალი რა მოიტანა? ისევ ფულმა, ხო? აი, რამდენიმე შემთხვევაა, მათ შორის პროპაგანდისტულ არხებზე დასაქმებული მთავარი სახეების ახლობლებმა მძიმე კრიმინალური დანაშაულები ჩაიდინეს ინგა და მეორე დღესვე გამოუშვეს ისინი ციხიდან. და რა თქმა უნდა, მე ეს ადამიანი, ეგრეთ წოდებული წამყვანი, როცა მისი ოჯახის წევრი 9 წლიანი პატიმრობის ნაცვლად მეორე დღესვე ტოვებს საპატიმროს, ემორჩილება ამ რეჟიმს. აი ეს არის სისტემა, როგორც მუშაობს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ბრმატყვია შემოვარდება თქვენს ფანჯარაში, თქვენს ოჯახში, თქვენს საძინებელში და ეს რომ არ ესმით, აი ეს მიკლავს გულს. სამწუხაროა რომ ამ გაფრთხილებას ყურად არ იღებენ, მაგრამ აი ყოველდღე რასაც ჩვენ ხედავთ ინგა მართლა უბრალოდ არ ვიცი თან მეცინება და თან მართლა სატირალია პოლიცია რაზე ცდება დაძდებს ადამიანებს ქუჩა, აბა ვინმე სარიელი ფულსა. აი ეგ არის ყველაზე მძიმე გასააზრებლად გურამ შეიძლება მე და შენ ვიცი. არ მინდა გამომრჩეს. კი ბატონო, თქვი და მე. არ მინდა გამომრჩეს, აი ონისეს შემთხვევა და ვიდეო ვერც გავაზიარა ისეთი მძიმე სანახავი ეს ვიდეო და. ძალიან. როდის არიან ტიტუშკები მაგრები ინგა? როცა არიან ჯგროდ, ჯგუფადად არ ვიტყვი მე რომ ჯგუფად. ჯგუფად ისინი აი ჯგუფი სხვა რამეა. ისინი არიან ჯგრო, ლაჩრები, მათ შორის ონისეს ვინც თავს დაესხა, მაგრები არიან, როცა ასე ჯგროდ დადიან, ხროვად დადიან. მაგრები არიან, როცა ნიღბები უკეთიათ, აი მაკას და გიორგის შემთხვევა, ხო, ნიღბებით არიან მაგრები. აბა მოიხსნან ნიღბები და გველაპარაკონ, პირისპირ დადგნენ ჩვენთან. არა, აი ჯგროდ არიან მაგრები. ეს არის სისტემა, რომელსაც ივანიშვილი აშენებს და
ფიზიკურმა თავდასხმებმა რომ შედეგი არ გამოიღო ინგა, ჩვენ არ გავჩუმდით, ისევ ეთერში ვართ, ისევ ლაპარაკობ დღიად, ისევ კრიტიკულები ვართ. მე ეხლა ვიფიქრე, რომ მოდი ეხლა კანონების შემოვიღეთ და აი Facebook სტატუსისთვისაც დავაპატიმროთ ხალხი. ამ ყველაფრის მიზანია რომ დააშინონ ადამიანები, მაგრამ ვახომ ხომ დაწერა ხო 2 კვირა და მე იგივეს დავწერ Facebook-ზე. არ არის ეს ვერ იმუშავებს, ეს ხა ვახო არ შეიცვლის აზრს ლადო ბოჟაძეზე, პაპუაშვილზე და არც ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი, ვინც ასე ფიქრობს, პირიქით ისინი დარწმუნდებიან, რომ ვახო ნამდვილად სიმართლეს ამბობდა. კი, გურამ და ერთი კითხვაც, აი თვითონ ვახოს დაჭერა, ეხლა შენც იცი, მეც ვიცი, მისი რეაქცია სრულიად გულწრფელი იყო, როცა ის სიცილით წავიდა საპატიმროში და ისიც ვიცით, რომ ამ სტატუსის უკან იდგა ძალიან დიდი პროტესტი მისი. მაგრამ გაგვეცინოს ერთია, მაგრამ შინაარსით არის ძალიან გასაბრაზებელი. ეს ხომ არის იმის დასაწყისი, რომ ყოველი მეორე ჟურნალისტი შეიძლება საკუთარი სიტყვის გამო ნებისმიერი ადამიანი თუნდაც ვიღაცისთვის მიუღებელი სიტყვების გამოტანის გამო სტატუსში, Facebook-ზე დაწერილ სტატუსში აღმოჩნდეს ციხეში. მაგრამ კიდევ უფრო მეტად გასაბრაზებელი არის ის, რომ ამის პარალელურად, როცა ხედავ შენ, რომ ამაზე იხარჯება სახელმწიფოს რესურსი, ბევრი ადამიანის, მათ შორის ადამიანური რესურსი, შენს წინ ხდება საშინლად ტრაგიკული ამბები. წეგან აქ სტუდიაში ვიხსენებდით, მაგალითად 225 ჯარიმა რო ქონდა კაცს, გორის იმ ტრაგიკულ ავტოავარიაზე ვსაუბრობ. 225 ჯარიმა ქონდა და იმის ნაცვლად, რომ სისტემას ვახოს სტატუსები ან სხვისი სტატუსები კი არ ესკრინა, არამედ ემუშავა იმაზე, რომ 225 ჯარიმა რომ აქვს, ის კაცი არ უნდა იჯდეს საჭესთან. პირიქით ხდება, ანუ მოხდა მერე ის ტრაგედია, რაც მოხდა და ისე ზუსტად გაშიშულდა, ისე თვალნათლივ წარმოჩინდა, როგორი ჩამორღვეულია ეს ქვეყანა. სახელმწიფო სისტემა, რესურსი იხარჯება სკრინებზე იმის ნაცვლად, რომ პრევენცია მოახდინონ კრიმინალი. ოღონდ თვითონაც იციან ინგა, რომ ეს არის უშედეგო ახლა. არ შეეშინდება ვახოს, არ შეგვეშინდება, რაც არ უნდა მოიგონონ ახალი ეგრეთ წოდებული კანონები და თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ ამბავში, ვიდრე აი ამ რაღაც სრულიად მართლა ბიძინა როგორც იტყოდა, თითიდან გამოწუწუნული რაღაც უაზრო თემებით, რაღაცა ჟონგლიორობენ. აი ახლა მე ზუგდიდში ვარ. ხალხს შია. ხალხი არის უკიდურეს გაჭირვებაში და ამ ხალხს რას თავაზობენ? გამოსავალს კი არ თავაზობენ ინგა, რომ აი ეკონომიკურ პრობლემებს მოვაგვარებთ, ანაკლიას ავაღორძინებთ, რაღაცა შევქმნით ამ ქალაქში დოვლას. არა, ეუბნებიან, რომ აი ვახოს ანაიას დავიჭერთ, ვინც ვიღაცაზე ცუდ სიტყვას წერს Facebook-ზე და სამაგიეროდ კეთილდღეობის ინდექსით დავწინაურდებით სხვადასხვა რეიტინგებში. აბსურდში ვართ, აბსურდში და ამ ხალხს არ ვიცი, მე უბრალოდ ძალიან განაწყენებული ვარ ურეაქციობით, მაგრამ თან მესმის, რომ არის გარკვეულ კატეგორიაში ეს მექანიზმი როგორღაც მუშაობს, იმიტომ რომ ყველას აქ რაღაცნაირი, მით უმეტეს რეგიონებში იცით როგორ ხდება, სხვანაირი ურთიერთობებია, ზოგსერიდება, ზოგს ეშინია, მაგრამ ეს პროტესტი არცად არ გაქრება ინგა. შესაძლოა დღეს Facebook-ზე აქ ბევრი არ წერს შალვა პაპუაშვილზე რას ფიქრობს, ლადო ბოჟაძეზე რას ფიქრობს, ირაკლი კობახიძეზე რას ფიქრობს, მაგრამ ეს მათი ფიქრი არცად არ გაქრება და როცა საჭირო იქნება ყველანი ერთად, მიუხედავად ამ უაზრო კანონებისა, ვიტყვით ნამდვილად როგორ უნდა მოიხსენიოთ ეს ხალხი, რა არის მათი რეალური სახელი და აუცილებლად დადგება ეს დრო. უბრალოდ მე მჯერა, რომ ეს პროტესტი არ გაქრება ასე. კი, შეიძლება დროებით აი რაღაცა ხა ქართულ ოცნებას ილუზია კონდეს, რომ გააჩუმა ყველა, მაგრამ სიჩუმე არ ნიშნავს, რომ პროტესტი გაქრა. დიდი მადლობა.